მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. თუ ვფიქრობთ რომ ჩვენს პლანეტაზე ვეღარაფერი გაგაოცებთ, მაშინ თქვენ ძალიან ცდებით. რადგან წყალქვეშ არსებული ნაგებობები ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. წრეები, პირამიდები, გზები და ბილიკები. ეს ყველაფერი წყალში იქნა აღმოჩენილი და ჩვენში იწვევს კითხვას რატომ. სინამდვილეში ამ ნაგებობათა უმრავლესობა თავიდან ზედაპირზე მდებარეობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ოკეანის ფსკერზე მოექცნენ. მაგრამ ეს ფაქტი არ უკარგავს მას მისტიურობას. დღეს კი ვისაუბრებთ მორიგ მისტიურ წყალქვეშა ნაგებობებზე. ნომერი 1. ქვის სკულპტურები, კანადა. არა მარტო ზღვებსა და ოკეანეებში ხდება მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენები, არამედ ტბებშიც შეიძლება იპოვოთ ისეთი რამ, რაც გაოცებულს დაგტოვებთ. კანადაში ტბა მაკდონალდის ფსკერზე აღმოაჩინეს ბრტყელი ლოდი, რომელიც იყო 7 მცირე ზომის ქვაზე მოთავსებული და ეს ყველაფერი კი კლდოვანი წარმოშობის ზედაპირზე. ზედა მხარის წონა 450 კილოს, ხოლო ქვედა მხარე ტონას აღემატება. არავინ იცის თუ ვინ და რატომ შექმნა ეს სკულპტურა და რა მიზეზი იმალება მის უკან. ნომერი 2. წყალქვეშა სტოუნჰენჯი, ამერიკის შეერთებული შტატები. კიდევ ერთი სამხილი იმისა, რომ წყალქვეშ შეიძლება იმალებოდეს ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა. მიჩიგანის ტბის ფსკერზე მოხდა ასეთი საინტერესო ნაგებობის, უფრო სწორად კი ქვების უცნაური ფორმაციის აღმოჩენა. ამ ქვის სვეტების კონსტრუქცია განლაგებულია უძველესი ბუნებრივი რეზერვუარის ფსკერზე და მოიხსენიებენ როგორც წყალქვეშა სტოუნჰენჯი. არავინ იცის თუ საიდან გაჩნდა ეს კონსტრუქცია აქ, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ბუნების ხელი არ ურევია, რადგან ერთ-ერთ სვეტზე უძველესი მასტოდონის გამოსახულებაა. ნომერი 3. ჰერაკლიონი, ღმერთთა შუა ზღვა. ჰერაკლიონი უძველესი ქალაქია, რომელიც 1000 წლის წინ მისტიურად გაუჩინარდა ღმერთთა შუა ზღვაში. თითქმის ხელუხლებლად არის შემორჩენილი ქვის ნაგებობები, რომლებიც 46 მეტრის სიღრმეზე იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები ამ ქალაქის აღმოჩენამდე დაობდნენ ამ ქალაქის არსებობაზე და ახლა საშუალება მიეცათ საკუთარი ძალებით გამოიკვლიონ ეს ძველი ნასახლარები. გამოსაკვლევად არის არტეფაქტები და გემების ფრაგმენტები, რომლებიც უნაკლოდ არიან შემონახული ქვიშაში. სამწუხაროდ აქედან ვერცერთი ნიმუში ვერ იძლევა პასუხს კითხვაზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს ქალაქი წყალქვეშ. ნომერი 4. კლეოპატრას სასახლე, ეგვიპტე. კლეოპატრას სასახლე 1500 წლის წინ ჩაიძირა მიწისძვრის გამო. კარგად შემონახული ქვის ნაგებობები და წმინდა რელიგიური დანიშნულების ტაძრები გვერდს უმშვენებენ მონუმენტურ შენობებს. წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრები კიდევ დღესაც მიმდინარეობს და მეცნიერებს სჯერათ, რომ აქ სადღაც არის კლეოპატრას სამარხიც. ნომერი 5. პორტ-როიალი, იამაიკა. ისინი, ვინც გულისფანცქალით ისმენთ ძველ და მისტიურ ისტორიით მოცულ ადგილებზე და შენობებზე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ადგილების ბედი შეიძლება ადვილად გაიზიაროს ნებისმიერმა სანაპირო ქალაქმა. უახლოეს ისტორიაში დაახლოებით 500 წლის წინ გეოკატალიზმური მოვლენის მეშვეობით წყალქვეშ მოექცა ქალაქ პორტ-როიალი, რომელიც ცნობილი იყო როგორც მეკობრეთა ბუდე იამაიკაში. ერთ-ერთი მითის გადმოცემით ამ ქალაქს ეს სასჯელი მისი მცხოვრებლების სოდვების გამო დაატყდა თავს. ნასახლარებთან ერთად წყალქვეშ აღმოჩენილი იქნა 2500 ადამიანის ნაშთი. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.